თენგის რამდენად რთული იყო დღევანდელი გამოცდა? ვინაიდან საკმაოდ კარგად ვიყავი მომზადებული, შეჩქება სწორედ მაგიტომ ვფიქრობ ესე და სხვა აბიტურიენტები არ დამეთანხმონ, მაგრამ მიმაჩნია რომ არც ესეთი სირთულე იყო როგორც შეეფერებოდა სხვა წლებთან სამაგისტრო გამოცდებს. ვფიქრობ რომ მარტივი იყო, თუმცა იყო სამი ტექსტიდან რამოდენიმე ანუ პირველი მეორე ტექსტი, რომელიც გაცილებით უფრო რთული იყო, ვიდრე მესამე ტექსტი. ნუ საბოლოო ჯამში რომ ვთქვათ, ვფიქრობ რომ ყველა მაგისტატი, რომელიც მომზადებული იყო შესაბამისად, არ უნდა გაუჭირდეთ სასურველი შედეგის მიღება. რაც შეეხება წერა შედარებით უფრო რთული იყო, თუმცა საკმაოდ კარგად იყო მოცემული მასალა, რაც იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ნათლად და კარგად წარმოგეჩინა შენი ხედვა, მომხრე იყავთ წინააღმდეგი გარკვეული ამ მიმართულებით. ასე რომ საბოლოო ჯამში აუწყოს ძალიან მახალხულოზე ხართ ორიენტირებული? კი, საკმაოდ ველი რომ მივიღებ ჩემთვის სასურველ შედეგს და ასევე ყველა აბიტურიენტს, რომელიც აბარებს უსწრებს წარმატებას. და დრო რამდენად იყო საკმარისი? დრო საკმაოდ მეუყურებელთ, უბრალოდ ერთადერთი რაც არ მომწონს ზოგადად ამ გამოცდებს ის არის თუდანი რომ ვიღაცას სჭირდება 70 წუთი წაკითხული ტექსტის გააზრებაში, ნაწილს პირიქით წერაში არ ყოფნის შესაბამისად და ვფიქრობ რომ უნდა ქონდეს შესაძლებლობა მიცივი როცა დაამთავრებ იმავდროულად შეგეძლოს თემაზე მუშაობა. ერთადერთი მინუსი და ლაფსუსი რაც მგონია რომ არის ამ ეროვნული ცენტრის სწორედ ეს არის. დანარჩენად ხო კიდე ერთი რამის აღნიშვნა მინდა რომ თანდათან კორექტული ამის მომალოდ წინასწარ ძალიან შეუძლებელია გამოცდის დაწყებამდე განსაზღვროს რომ საპირფარეშოში შესვლა მოგინდება თუ არ მოგინდება და ეს ძალიან სიახლე იყო ჩემთვის და ძალიან გამიკვირდა ვინაიდან რეგისტრაცია მოგახსენებათ 1 საათით ადრე იწყება ყველა 3 საათზე იწყება იმდენად 3 საათზე მოვედი და 4:30-მდე გვირ მოვახერხე ფიზიკურად ზღვა ნაკადი დიდი იყო ამის გამო 4:30-ზე მოვხვდი ჩემს გამოცდო მაგიდასთან რეგისტრაციის გავლის შემდგომ და დამწრე იმიც იყვნენ კი კურატორმა თქვა რომ არ ვიცი ეთყობა კურატორებს კიდე ყავთ ზემდგომი კურატორი ანუ მათი შემომწმებელი და თქვა რომ საკმაოდ ხო ისეთი ადამიანია ცოტა ისეთიაო და გამოცდის დროსო ცოლობის დროსო ძალიან ჭირსო რომ გახვიდეთ საპირფარეშოში და ამიტომ წინასწარ მოილიეთ ესე რომ ვთქვა ბეგარაო და რაც გავაპროტესტე იქვე და ვთქვი რომ მიპირადად არ შეუწუხებია მსგავს რამეს, მაგრამ ზოგადად ანუ ძალიან რთულია დაადგინო ის 5-20 წუთზე მოგინდება საკმარისი შესვლა თუ 6-20 წუთზე. რაც ცოტა არ იყოს კურიოზული სიტუაცია იყო პირადად ჩემს საგამოცდო სექტორში. ვფიქრობ რომ ეს მხოლოდ საქართველოში ხდება. არა, პირიქით ძალიან დიდი მადლობა.